ყველამ კარგად ვიცით, რომ ხვალ გველდება უმნიშვნელოვანესი თამაში. ვიცით თუ რამდენად ძლიერი გუნდი ყავთ დანიელებს. პლუს შევერთდათ შილცი და ამიტომ ხვალ ყველაზე ძალიან გვესაჭიროება გულშემატკივრის დახმარება. რაც შეეხება გუნდს არის პოზიტიური განწყობა. დღეს ჰქონდა ძალიან კარგი ვარჯიში და იმედი გაქვს ხვალ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ჩემთვის ეს წინა ევროპის გამოტოვება იყო ძალიან მტკივნეული. არა მარტო ჩემი ტრამვის გამო, არამედ სამწუხაროდ ჯგუფიდანაც ვერ გავედით და ამის გარედან ყურება და ვერ დახმარება გუნდისთვის ჩემთვის იყო ძალიან დიდი ტრაუმა ფსიქოლოგიურადაც, ფიზიკურადაც. ამიტომ ხვალ ყველაფერს ვიზავთ, რომ გამოვასწოროთ ეს შეცდომები და ხვალ გავიდეთ ევრობასკეტზე და იქაც წარმატება მოვიპოვოთ. ხვალინდელი თამაშით მზად ვართ და როგორც ტაქტიკურად, ასევე ფიზიკურად კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ. მქონდა 3 დღე რო სრულიად მომზადებული ყავით, რაც სრულიად საკმარისი არ იყო, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ ბიჭებმა, რომ ტაქტიკურად მზად ყოფილიყავით ამ თამაშისთვის. საკმაოდ რთული თამაში გველოდება. ანუ ვინც მოიგებს ფაქტობრივად გადის ევროპის ჩემპიონატზე, ამიტომ იოლი თამაში ნამდვილად არ იქნება. ეს კალათბურთია და ანუ ყველა ქვეყანა მიწის თამაში შეიძლება ზოგისთვის ცნობილი დანია ესე როგორც საკალათბურთო ქვეყანა არ იყოს, მაგრამ ძალიან ძლიერი მოთამაშეები ყავს და ასევე ძალიან კარგ ლიგებში თამაშობენ სხვა მოთამაშეებიც, ამიტომ ჩვენი უპირატესობა რა თქმა უნდა სახლში თამაშია და რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ფინალი მოვიგოთ და კიდევ ერთი საჩუქარი გავუკეთოთ ქართულ გულშემატკივარს. ნამდვილად განწყობა ძალიან კაია, ხვალინდელი თამაში. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კალათბურთისთვის, განვითარებისთვის და იმედია რომ ეს ხვალინდელი დღე იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი კიდევ დასამახსოვრებელი და რა თქმა უნდა ჩვენს ქართველ ძვირფას გულშემატკივარს მინდა ვთხოვო, რომ ხვალინდელი თამაში მოვიდეს და ჩვენთან ერთად ეს 40 წუთი რაც ყველამ ერთად ვინერვიულოთ ჩვენ გვერდით იყვნენ და იმედია რომ თამაშის მერე ერთად ვიზეიმებთ ამ დიდ გამარჯვებას და კიდევ ერთხელ ევროპაზე გასვლას რა. რაც ამდენი ხანია ოცნებობთ და ყველასთვის ნანატრია ეს საფხელა ნაბიჯი ევრობასკეტი რო ვითამაშოთ კიდევ ერთხელ. It's going to be a super tough game. ძალიან რთული მატჩი იქნება. დანიის ნაკრები ფიზიკურად ჩვენზე უფრო ძლიერი და სწრაფი გუნდია. წინა თამაში მათ გვაჯობეს მოხსნებში და მატჩიც მოიგეს. ახლა მათ შევონ შილდსი დაემატათ. შევონ შილდსისა და იფე ლიუნბერგის უკანა ხაზის წყვილი ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ალბათ საუკეთესოა. ჩვენ შევეცდებით, რომ მათ წინააღმდეგ საუკეთესოდ ვითამაშოთ და თამაშის მოსაგებად ბოლომდე დავიხარჯოთ.